გვაზეემა ოჯახური სიწმინდის დღესასწაული. იმ ოჯახებისა, საიდანაც მამა გაქცეულია თურქეთში სამუშაოდ, დედა სკანდინავიაში, ხოლო ბავშვები თუ ყავთ, ბებია ბაბუებზე არიან ჩაბარებული. ერი გადაშენების გზაზეა. ქართველობა 1,300,000 გავხდით ადგილზე. ანუ ვართ უკვე უმცირესობა. ეს ყველაფერი მოიტანა ივანიშვილის დანაშაულებრივმა მტრულმა პოლიტიკამ, რომლის მიზანია ქართველის ჭაჭანება აღარ იყოს ამ ქვეყანაში და ამისათვის შემოიღო ნორმა, რომლის თანახმადაც მთელი აზია, აფრიკა, არაბული სამყარო შემოდის აქ უვიზოდ და ჩვენ შედეგებს ვხედავთ ჩვენს ქალაქებში, უბნებში და ქუჩებში. აგერ ახლაც გადახედეთ, უზარმაზარი სამშენებლო ფრონტია გახსნილი ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც შენდება არაბული ქალაქი და სადაც ყოველი კვადრატული მეტრი უკვე გაყიდულია არაბებზე. აქ წამოიმართება ცათამბჯენი მათ შორის და ამ სამუშაოებს აწარმოებს პუტინის და ლუკაშენკოს ოლიგარქი, აზერბაიჯანელი მილიარდერი აგალაროვი, რომელიც ყველაფერთან ერთად მხილებულია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებულ ეპიზოდებში და რომელმაც დაარეგისტრირა კომპანია Citizen არაბეთში და იქიდან აწარმოებს აი ამ ერის დემოგრაფიის და გადამშენებელ ღონისძიებას. ეს არ არის მშენებლობა, ეს ერის დამთავრების ერთ-ერთი მკაფიო ნიშანია ივანიშვილის სარდლობითა და თამადობით. აი ამაშია საქმე. მე პირველ რიგში მაინტერესებს ეს იყო ხაზარაზის ტერიტორია და როგორ მოხდა აგალაროვთან, რუს ოლიგარქებთან და არაბებთან. ეს ძალიან ცუდია და ალბათ ამაზე პასუხი სჭირდება საზოგადოებას. დიახ, სასწრაფოდ გაუქმდეს გადაწყვეტილება აზია, აფრიკის, არაბული ქვეყნებიდან უვიზო შემოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, საქართველო აღიგვება პირისგან მიწიზა ყოველგვარი ოკუპაციის, აგრესიის, პუტინების და შახაბასების გარეშე.